სახელითა მამისათა და დისათა და წმინდისა სულისათა დღეს არის დიდი ხუთშაბათი, ნების კვირის ხუთშაბათი და აღასრულეთ ლიტურგია და ამ დღეს გავიხსენეთ სწორედ საიდუმლო სერობა და ეს დღე მთლიანად არის მიძღვნილი ამ საიდუმლო სერობაზე. ეს არის ისტორიული მოვლენა, რომელიც შემდეგ უკვე გადაიქცა ყოველდღიურ დღიურ ქმედებად და ურთიერთობად ღმერთსა და ადამიანის შორის, გულისხმობ ამ ღვთისმსახურებელ ლიტურგიას, მაგრამ ისტორიულად სწორედ დიდ ხუთშაბათს, როცა მაცხოვარს ეგულვებოდა მისი შეპყრობა, სიკვდილი, შევიდა მკვეთრით აღდგომა, მოიწვია მოციქულები და სთხოვა მათ, რათა მოემზადათ პასექის დღესასწაული. პასექი არის ებრაული დღესასწაული, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო და დღემდე რჩება მნიშვნელოვნად ებრაელებისთვის. ეს არის ებრაელთა გამოსვლა აღნიშნა დღისა, როცა ისინი მოსემ გამოიყვანა ეგვიპტის ტყვეობიდან და ეს არის თავისუფლების და ერის ჩამოყალიბების გადარჩენის დღესასწაული. ამ დროს მათ ქორების მთაზე მიეცათ სჯული, 10 მცნება ღვთისგან მოსეს ხელით და ისინი დაბრუნდნენ აღთქმულ ქვეყანაში. და პასექის დღესასწაულს მთელი რიტუალური ესე იგი ნიუანსები აქონდა და აქვს და რჩება დღემდე, ვინაიდან ებრაელები აგრძელებენ ამ პასექის დღესასწაულს. მოკლედ ლაპარაკია იმაზე, რომ პასექის დღესასწაულზე კეთდებოდა ტრაპეზი, სადაც ტრაპეზზე სხვადასხვა პროდუქტი უნდა ყოფილიყო აუცილებლად და ერთ-ერთი უნდა ყოფილიყო ბატკანი დაკლული, როგორც ისე რომ ძვლები არ გადამტრეოდა, მოხარშული და სრულად უნდა შეჭმულიყო ეს და რაც ქრისტიანული ღვთისმეტყველებით ნიშნავს იმას, რომ ეს ბატკანი იყო მომასწავლებელი ნიშანი, ინდათ ალუზია ქრისტესი, რომელიც დაიკლებოდა უბიწო არსება, რომელიც დაიკლებოდა, მოკვდებოდა უпростоრეთ ადამიანებისგან და შეეწირებოდა სწორედ აი ადამიანთა ცოდვის გამოხსნის საქმეს. ანუ ნახეთ, ებრაელები გამოდიან ეგვიპტე როგორც სიმბოლო არის ცოდვის მორევისა, ამ ქვეყნიური დიდებისა, მისი მთელი ფუფუნებისა და რაღაც გახსნილი ჰედონისტური ცხოვრებისა და ებრაელები, რომლებიც არიან მორწმუნეები, რომელიც ემსახურება ღმერთს და ერთ ღმერთს და იცავს ჯულს და აქვს იმედი საყოველთაო გადარჩენისა. და სწორედ ტრადიციით ცხვარს ირჩევდნენ როგორც უბიწო არსებას და ის იკულებოდა როგორც ცოდვის მიტევება ერისთვის. ანუ ცოდვიდან გამოსვლა და ცოდვის მიტევება ღმრთისაგან ერზე. და უკვე მაცხოვრის შემთხვევაში თვითონ ხდება ეს ბატკანი, რომელიც ერისათვის დაიკულება. ამიტომაც სისხლიანი შეწირვა ქრისტიანობაში აღარ არის. მაგრამ არის ეს უსისხლობს შეწირვა, რომელიც დღეს მაცხოვარმა 20 საუკუნის წინ დაადგინა საიდუმლო სერობაზე. დავიკითხეთ ჩვენ სახარება უმნიშვნელოვანესი, სადაც სუფრაზე ისხდნენ 12 მოციქული და მაცხოვარი, სადაც მაცხოვარმა აკურთხა პური და მისა მოციქულებს და უთხრა, ესე არის ხორცი ჩემი, აღთქმისა თქვენთვის და მრავალთათვის განტეხილი მისატევებელად სოდვათა და ეს არის სისხლი ჩემი, აკურთხა ღვინო და მისა და უთხრა შემდეგი სიტყვები, მიიღეთ და სვით, ეს არის სისხლი ჩემი ახლის აღთქმისა თქვენთვის და მრავალთათვის დათხეული მისატევებელად სოდვათა. ანუ თვითონ მაცხოვარი უსვავს ხაზს, რომ თავისი სისხლი, რომელიც დაიღვრება, იქნება სწორედ ცოდვების მისატევებელად.
ეს იქნება ადამიანის განწმენდისთვის, ეს იქნება ადამიანის პირველდელი ღმერთის ჩანაფიქრის მდგომარეობაში აღდგენისთვის, ეს იქნება ძალის მომცემი და ადამიანის ხელახლა დამბადებელი საშუალება. და დღეს დადგინდა სწორედ ეს საიდუმლო ზიარება, ევქარისტია, რასაც ის ფორმები, რომელიც მაშინ ჰქონდა ნელ-ნელა საუკუნეების განმავლობაში შეიცვალა და დღეს გვაქვს ესეთი მსახურება, რომელიც პომპეზურია, ლამაზია, გაფორმებულია, მხატვრულად, ყველაფრით მუსიკალურად, სმენით, ყველა შეგრძნების ორგანო დაკავებული აქვს ადამიანს, ეს ხნოსვა, გემოა, შეგრძნებებია, სმენა, ვიზუალია, ყველაფერი და ლამაზი მსახურება, მაგრამ პირველადი მსახურება ესეთი არ იყო. ამიტომაც უბრალოდ სუფრაზე ისხდნენ და მაცხვარი აკურთხა და მისცა ეს პური და ღვინო. შემდეგ უკვე მოციქულებიც ესე როგორც მაცხვარი იკრიბებოდნენ და ესე ხდებოდნენ, მიიღებდნენ, იტრაპეზებდნენ და შემდეგ ეზიარებოდნენ და აი ეს ნელ-ნელა ეს ტრაპეზი, რომელიც ბერძნულად მაგიდას ნიშნავს, გადაიქცა ტრაპეზად, მიუკარებელ ადგილად, აი როგორც ახლა ჩვენ გვაქვს ხო, ესა ტრაპეზია საკურთხეველში, შემდეგ საუკუნეებში კიდევ უფრო მიუკარებელი ადგილად გახდა, საკურთხეველი გამოეყო ადგილს, რომელსაც მართალთა ქვია, შემდეგ აქ გაკეთდა კანკელი, რომელმაც კიდევ უფრო შეზღუდა ადამიანების ხილვადობა და კიდევ უფრო გასაიდუმლდა, ესე იგი, წმინდა მსახურება, ევქარისტია და რაღაცა საიდუმლოები და ბურუსით მოცულია ადამიანისთვის, რომელიც ქრისტიანისთვის, რომელიც მოდის ეკლესიაში, რაღაცას ძველებული ქართულით მიდის მსახურება, ჰანგიც ძალიან ძველია, რთული აღსაქმელი, მოკლედ რაღაც გარკვეულ მდგომარეობაშია, სიცხადე არ აქვს ადამიანს. არდა მაცხვარი რომ მოდის, ყოველი თავის სიტყვა უცხადესად არის გადმოცემული. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამეა. მაცხოვრისთვის აი ეს ყველაფერი, რაც ჩვენ გვანც ვიფრებს, არ იყო მისი მიზანი. მისი მიზანი იყო გაეგო ადამიანს. როგორ უნდა გაეგო ადამიანს? რაც უფრო მისთვის გასაგები ენით ეტყოდი, უფრო გაუადვილდებოდა მას გაგება. ამიტომაც ხშირად მიმართავდა ისეთ ხერხს, როგორიც არის იგავი, ხო? და იგავები აქვს ბევრი მაცხვარს. ეს იგავები სხვადასხვანაირი არის. დიდი იგავები, პატარა და საერთოდ ორწინადადებიანი იგავებია. ეს ხო მაცხვრის შემოქმედებაა, ის ამბობს ამას. და თან მეტყველებს არა ებრაულად, არამედ არამეულად. ეს არამეული არის ქუჩის ენა, ბაზრის ენა. ეს არის სლენგი გარკვეულწილად. უფრო მარტივი, აქ არ არის ფილოსოფია, აქ არ არის რაღაც რაფინირებული ებრაული ფსალმუნის ენა, არც ბიბლიური ენა, არც ჰომეროსის ბერძნული ენა, ეს და არც ციცერონის რომაული ენა. ეს არის ჩვეულებრივი საბაზრო ენა. ხო და რატო იყენებს ამას ყველაფერს? იმიტომ რომ ძალიან ახლობელი გახდეს ადამიანისთვის მისი სიტყვები. მას არ უნდა განგაცვიფრო შენ. მას უნდა რომ შენ გაიგო და შენ გულზე აღიბეჭდოს ის და მალამოდ მოეფინოს ის, რასაც თვითონ იტყვის. აი მე ხატწერი ვარ და როცა ხატავ, მინდა რომ განვაცვიფრო, ჩემი დაცემული ადამიანური გუნდები. რასაც ვაკეთებ, მინდა რომ სხვას ძალიან მოეწონოს. და ეს თამომწონეობა არ აჭირდება მაცხოვრს. მაცხოვრს ჭირდება ადამიანთან მისვლა და ამისთვის ყველაფერს აკეთებს. მაგალითად არ შეიძლებოდა სამარიტელ დედაკაცთან ლაპარაკი, ხო? მთელი რიგი აკრძალვები იყო. არა, ესაუბრება. ეხლა რადონის იქნებოდა ის სამარიტელი მეძავი ქალი, რომელსაც 5 ქმარი, რადონის თქვა სოფხელო, ის არაფსოფხელოება შეიძლება ქონოდა ესეთი
ესეთ ადამიანს, ხო? ალბათ კულტურული ადამიანი არავინ არ დაუჯდებოდა მას ალაპარაკოთ. უბრალოდ იმიტომ რომ რაზე უნდა ელაპარაკოთ. და მაცხოვარი პოულობს ალაპარაკოთებას. მაცხოვარი პოულობს ადამიანში იმ პირველ სახეს, რომლის შექმნაში თვითონ აქვს მიღებული მონაწილეობა. მას აქვს გეგმა ყოველ ადამიანს. ეს ჩვენ გვაქვს ვიღაცა უცხოა, ვიღაცა შენიანია. შენიანია, ის ხუსიანია, ის კიდე უფრო სუსე, ის მტერია საერთოდ. ის კიდე ბოროტია, ის საზიზღარია, ის ისეთია, ეს ესეთია. ჩვენი გრადაციები ესეთი. საფრთხო გრადაციები ესეთი არ არის. საფრთხო გრადაციები მაცხოვარი ეს ელაპარაკობს თუ გახსოვთ. არის ოჯახური ტიპის. მამა, დედა, შვილი, დაცემული შვილი, მართალი შვილი, ამ დაცემული შვილის ლოდინი და დარდი მასზე და აი ეს კატეგორიებია. რატომ? იმიტომ რომ მისი შვილები ვართ ყველანი. არ არსებობს ადამიანი თავისით არ ჩდება. ხო, კი, ადამიანი ეხმარება ღმერთს ამ საქმეში. ესე ქალის და კაცის გარეშე ადამიანი არ ჩდება. ესეა ნამდვილად. მაგრამ არც ისე ჩდება რომ უღმერთოდ ადამიანი გაჩნდეს. იმიტომ რომ ყოველ გაჩენილ ადამიანში შთაბერილია საღვთო სული. ამიტომაც ეს გეგმა და ხედვა არის სხვანაირი. აი დღეს ამ საიდუმლოს ერობაზე სწორედ ამ ხედვის დემონსტრირება იყო, რომ მიიღეთ აქ და ჭამეთ ეს წმინდა და თქვენთვის არის. რომ თქვენც ამ სიწმინდეში შემოხვიდეთ. აი როგორ შეიძლება რომ წმინდა ღმერთი და შენ შემოდიხარ ბინძური ხარ. ჩვენ ხომ გრძნობთ ამ ჩვენ ცოდვილობას. ჩვენ ხო გრძნობთ რომ ხელა სიწმინდეა ღმერთი და როგორი შევსვართ ჩვენ. მაგრამ ჩვენ კი არ გამოვირჩიეთ ღმერთი როგორც მაცხოვარი ამბობს, თქვენ კი არ გამომირჩიეთ, მე გამოგირჩიეთ. ანუ იტევს მაცხოვარი ჩვენს იბინძურეს, ჩვენს სისუსტეს, ჩვენს ეს აუტანელ ხასიათს. გესმით? რაღაცა ამპარტავნებას, თავხედობას იტევს. და როგორც ცეცხლი წარმოიდგინეთ, ხო? სადაც რკინა შედებ ამ ცეცხლში და რკინაც ხდება ცეცხლი. თითქოს ერთი სტიქია, რკინად რჩება, მაგრამ გავარვარებულია ისე როგორც ცეცხლი. ამიტომ ღმერთში ცხოვრებაც ამას გავს. ჩვენ კი ვართ ბიძურები, მაგრამ მასში შესვლის დროს შენ წმინდავს ის და გავარვარებული ხარ შენს. ამიტომ არის რომ იდექით მყარად გვეუბნება მაცხოვარი. ღმერთში იდექით მყარად. არაფერმა არ გაგიყვანოს ეკლესიიდან, არაფერმა, არც ფსევდოსიმართლეებმა, არც ადამიანურმა რაღაც მაღალმა მატერიებმა. ყველაფრით შეიძლება მოგატყუოს ბოროტმა. აი დღეს იუდას ერთ-ერთი ვერსიით, სამი ვერსია არსებობს, ხო, იუდას ღალატის მიზეზისა. ერთ-ერთი ვერსიით სწორედ კეთილი ზრახვა იყო. რომ გაანთავისუფლე ბოლოს და ბოლოს ეს ისრაელი რა მოხდა? რა არის ამაში ცუდი? ეგვიპტიდან ხო გამოგვიყვანა მოსემ, 10 ჯერ მოსე არა ხარ? კუტრეთით აღადგინებ ადამიანს, პურებს აბევრებ, საჭმელი თავზე საყრელი გვაქვს. განკურნავ სნეულებს. ყველაფერი ხდება, რაც კი ადამიანს ამოთხია. ქრისტესთან ხარ და 60-ში ხარ. და რა არის ცუდი ამაში, რომ დაახვიდე და გაანთავისუფლო ჩვენიერი და ყველამ კარგად ვიცხოვროთ, განვადიდოთ ღმერთი. და ერთი ღმერთი გვყავს ისედაც მოსეს ჯული გვაქვს, ყველაფერი გვაქვს. და გჭირდება უბრალოდ აი ეს მოგვარება პოლიტიკური, რომ გადავაგდოთ ბატონობა რომაელების. აი იგივე პოლიტიკა შემოდის აქაც. და ადამიანური სიმართლე შემოდის იუდაში. რა არის ცუდი იმაში? განა ბარაბას გზაზე უნდა ვიარო, და არა,
ქრისტეს გზაზე უნდა ვიაროთ, რომელიც გაგვამართლებს ჩვენ და გადააგდებიებს ამ ბოროტებას და მოაშორებს და გადააგდებს. არ გვეცვეთ ხო გვეცნობა ხა თემები როგორი ახლოსაა დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებასთან, ხო? და ხალხი რომელიც ელოდება ქრისტესგან ამის გაკეთებას, იმისას, რასაც ხალხი ელოდება. ხალხმა შეუკვეთა ესეთი მეფე. მოვიდა ქრისტე და უარი უთხრა, ეგეთი მეფე არ ვიქნები მე. არა ვარ მე ამისთვის გაჩენილი. არ მოვევლინე მიწაზე ამისთვის. არამედ მოვევლინე მთლიანად ადამიანთა მოდგმისთვის. ადამიანიდან ვიდრე ბოლო ადამიანამდე მეორედ მოსვლის წინ რო დაიბადება. ამიტომაც ეს ვიწრო ინტერესები არ მადარდებს. არ არის ჩემი საქმე. რის გამოც ის სამართლიანად ებრაული წესებით, მიწიერი სამართალით აწამეს. თუ ეგონით უსამართლოდ აწამეს, სამართლიანად აწამეს. და რა იყო ბრალი იქ სინედრიონზე დღეს ხო წავიკითხეთ არა? თავი ღმერთს გაუტოვა. ანუ ღმერთი ვარ თქვა, ღვთისშვილი ვარ და მამას მიმართა ისე, როგორც ღმერთს მამას მიმართავ. არა ისე როგორც ოჯახში მიმართავ მამა დედა, არამედ ისე როგორც მამა ღმერთს მიმართავ. და მამა ღმერთის წარმოთქმის უფლება არ აქვს არავის მღვდელმთავრის გარდა. ისიც წელიწადში ერთხელ. ეს ad გადათქვა რომ მე საერთოდ ძე ვარ ის. ანუ მე და მამა ერთნი ვართ. და გადაშლის ბიბლიას ყოველი მღვდელმოძღვარი რა თუნდა გადაშლის ისე ზეპირად იწოდნა. რომ სიკვდილია ამით. ამის კმელი უნდა დაისაჯოს სიკვდილით. და აი ადამიანურმა სამართალმა დასაჯა სიკვდილით ქრისტე. და ეს ადამიანის სამართალი გრძელდება დღემდე და გაგრძელდება სულ იმიტომ რომ სხვა სამართალი აქვს ქრისტეს. უпростоრად სხვა დამოკიდებულება აქვს ქრისტეს, რომელიც არის წყალობაზე დამყარებული. წყალობა ნებავს და არ ამსხვერპლი. მაცხოვრის მთელი თავარი ასე ვთქვათ შეგონება არის ეს. წყალობა ნებავს და არ ამსხვერპლი. არ მოვედი რათა დაგსაჯოთ, მიგსაჯოთ, მოგსაჯოთ, განგიკითხოთ და არა, მოვედი იმიტომ რომ თითეულში დაგანახოთ თქვენ ღვთის ხატება. თქვენ თვითონ დაგაფასებიოთ ის ღირსება, რომლითაც შეგამკოთ თქვენ უფალმა და ეუბნება შეხედეთ შროშანსა, ველისასა. აი ამ პატარა თივას, რომელიც აი დღეს არის და ხვალ ჩააგდებენ ცეცხლში. ამ თივა ბევრად უფრო მეტი შეემოსა და უпростоრად ეს თივა როგორ შემოსა ღმერთმა. რაოდენ უფრო თქვენ დიდები ხართ ვიდრე ეს ერთი თივა. მაგრამ ადამიანს არ ჯერა რომ თივაზე დიდია. აგერ დარბიან მე ვირთხავარ იძახის ერთი, მეორე მაიმუნის წელიწადში ვარ და მაიმუნი ვარ, მესამე რაღაცას იძახის. მეოთხე იძახის მე ბოროტი ვარ, მე საზღარი ვარ, მე ესეთი ვარ, მე ისეთი ვარ. ერთი იძახის ერთი ქალი ვარ, კაცი იძახის ქალი იძახის კაცი ვარ. ანუ სულ მთლიანად აღრეული აქვს ადამიანს ორიენტირი, ვინ არის თვითონ. ქრისტე მოდის და ეუბნება რომ ჩემი ხართ, ღვთის ღირსება და ხატება ხართ. სახე, ფერი, სული, გული, მთლიანად საღმრთო გაქვთ. დააფასეთ თქვენი თავი. აღმოჩნდა არა იმით ამპარტავნებით და ქედმაღლობით და თითისკნევით. პირიქით სიმდაბლის გზით, მაგრამ ღირსებით, რომ ღირსეულად იცხოვროს ადამიანი. ეს ევროპული ფასეულობები, რომელიც დღეს მოდის და რომელზეც დაკნობილია თანამედროვე ცივილიზაცია ადამიანის ღირსებაზე და უფლებაზე. სწორედ ქრისტიანულ სოფხედელობის პროდუქტია. ინდოეთში ეს არ მოხდება. არასდროს მილიონი წელიწადი. რატო? იმიტომ რომ ინდოეთში და აღმოსავლეთში არის რეინკარნაცია. თვითონ ამბობს რომ დღეს ადამიანი ვარ, ხვალ ჭია ვარ, ზეგ რა ფრინველი ვარ, მაზე ქვა ვარ. ეს არ მოხდება, რა ღირსებაზეა ლაპარაკი. რომელი ღირსებაა ეს? ადამიანს არ აქვს პიროვნება და როგორ შეიძლება ღირსება გქონდეს. ამიტომ ეს ხდება ქრისტიანულ საფუძვლებში, ქრისტიანულ აზროვნებაში. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენ. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს
ევროპის რეალური სახე რაზე არის დამყარებული და არა თქვათ იმაზე რაზეც მივიდა დღევანდელი ცივილიზაცია. მაგრამ მაინც თავარი არ გავექცეთ თავარ თემას, ეს არის წმინდა ლიტურგია, რომელზეც უკვე არა სისხლიანი მსხვერპლი შეწირვა, არამედ მსხვერპლი შეგწირო შენ ქებისა უფალო. აი ესეთ უცებს ვამბობ. აი მადლობისა და ქებისა და დიდებისა. ყველაზე დიდი შესაწირავი მე ფსალმუნე როგორც ამბობს თუ გახსოვთ, რა შევწირო უფალს, რა შეიძლება შეწირო. რა უნდა შეწირო უფალს. თქვათ იცი შენ მეგობარს რით ასე ამოვნებ. ხო ვიცით, ყველა ვიცით. რა უნდა ხო? ადამიანის სიამოვნებას. შეიძლება გააგიჟო კიდევაც და ჭკუიდან გადაიყვანო ესეთი რაღაცა აჩუქო. აი ღმერთს რა უნდა აჩუქო სამყაროა მის შექმნილი. მაგრამ თურმე არსებობს ისეთი რამე, რაც ღმერთისთვის ყველაზე ძვირფასია და ეს არის ადამიანის გული. აი თითოეული ჩვენი გული არის საფრთხო შესაწირი. და რა შევწირო მე ამბობს მე სამ გული შემოსვლილი, სული შემოსვლილი ღმერთთან არა შეურაცხყოს. გვახსოვს 50-ს. ყველაზე ძვირფასი რაც გაგვაჩნია, ის უნდა შეწირო. და ამის შეწირვას ელოდება იქ სადაც ღმერთს არ აქვს შესვლის უფლება. აი ესეთი ადამიანის შექმნა, თავის ხატება რო შექმნა, ისე შექმნა, რომ თავისი უფლებები შეიზღუდა ძალაუფლება. რატო? იმიტომ რომ შეგიძლია უარი უთხრა. არა თუ უარი უთხრეს, არამედ ცემეს და ჯვარსაცოს, ხო ნახეთ? ჩვენც შეგვიძლია უარი უთხრათ. და მაშინ მისი საქმე წარმოიდგინეთ, არ გაკეთდა. არა და ღმერთია, რომელიც გეგმავს და აკეთებს. შეიძლება რამე დაგეგმოს და ვერ გააკეთოს. შეიძლება თუ ადამიანს შექმნი, მაშინ შენ დასუსტდები. თუ შენაერ შექმნი ადამიანს, რომელიც თავისუფალი იქნება. და თუ სხვანაერ შექმნი არა თავისუფალს, მაშინ ის ადამიანი არ იქნება და არც შენაერი არ იქნება. მოკლედ, ბევრი ვილაპარაკე ახლა და ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და დღეს საღამოთი იქნება 12 ვნების სახარების კითხვა.